ადამიანის უფლებათა დაცვის 2014-15 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმის შესრულებაზე ამ წუთებში სასტუმრო ამბასადორში მსჯელობენ. ღონისძიება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ ორგანიზებული. შეხვედრას კომიტეტთან არსებული სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭოს და მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლები ესწრებიან. კონფერენციის მიზანია ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ეფექტიანი შესრულება და სამთავრობო გეგმის შესრულების პროცესში საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება. ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა იწყება, რომლის საფუძველზეც იზრდება საპარლამენტო კონტროლი მთავრობის სამოქმედო გეგმის შესრულების ნაწილზე, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სტრატეგიის მიმართულებით და ჩვენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები აქტიურად მივიღებთ მონაწილეობას იმ ფუნდამენტური მიმართულებების შესრულების მონიტორინგში, რომელიც მთავრობის სამოქმედო გეგმის მიხედვით არსებობს. საელჩოს მხარდაჭერით და ვესტმინსტერის ფონდის უშუალო ჩართვით ჩვენ ვიწყებთ 7 თვიან პროექტს, რომლის ფარგლებში გეგმავთ, რომ გავაძლიეროთ არასამთავრობო ორგანიზაციები კომიტეტთან მუშაობის პროცესში. ამ პროცესში იქნება ბევრი ღონისძიება დაგეგმილი. ეს არის შუალედური ანგარიშების მოსმენა არასამთავრობო ორგანიზაციების თემატური ჯგუფები უფლებების ყველა სფეროში, რომლითაც იქნება შესაძლებელი ალტერნატიული მოსაზრებების მოსმენა.